ეხლა სუფრა ორგვარი ახლა ყოველდღიური სუფრა რაც იყო, იმას ერქვა ტაბლას ვეძახოდით ჩვენ ტაბლა. მაგიდა სიტყვა მაგიდა არ ვიცოდით ჩვენ ასე თქვა, მე გვიან შემოვიდა. ტაბლად გადმადგმა იყო. აი დაახლოებით ესეთი ან სამფეხი, ან ოთხფეხი. აი იმაზე ეწყობოდა და სტუმარს ხა იქ სკამები იყო შეხვიდოდი. ცალმხარეს, კედლის ერთ მხარეს იყო საკაცო სკამი, ტახტი, ჩაყოლება, ამ სათავეში იყო უფროსების საზღვრები, მე იყვებოდა რაღაც დაცული იყო სუბორდინაცია იქ, მე ცოტა ახალგაზრდები, მე კიდე ახალგაზრდები და ესე. საპატიო სტუმრებს თავში გადაიფატიჟებდნენ. აი ეგ ხდებოდა ემხელა იმის ტაბლაზე დააწყობდნენ რაც რამე და იმ ტახტთან იქ მიუტანდნენ დადგამდნენ. აი ეგ იყო ახლა ძირითადად ახლა დიდი ფართო მასშტაბის ჭირხინის სუფრა ის უკვე ბანებზე იშლებოდა ან ცოტა გაშლილ ადგილებზე ჯარს ეძახოდა ჯარის დასხდომას ეძახოდა ხო ჭირის სუფრა რო იყო კი ჯარი იყო აი ფლასებს ფარდაგებს დაკეცავდნენ გძელი მას ერთი რამდენიმე ასე დააწყობდნენ სულად ამაზე ყრიდნენ ზედა რაც რამე იყო ხო ბევრი არაფერი იყო ახლა ძალიან მარტივი იყო ის მაგრამ სიმართლე გითხრა ჭამაზე და იმაზე აი ძალიან მოგზალებულები იყვნენ. აი ეხლა რო ვიხსენებ მე რა. აი ჩემს მეხსიერებაში ეს სურათები რო აღდგება, აი უფროსები რო ისხდნენ. არ მახსოვს იდუკა, მე შენი აი ჭამა არ მახსოვს, როგორ ჭამდნენ იცით. საუბრობდნენ, ეწეოდნენ, ცოცოტა სვამდნენ. ეხლა მე იქ არ მინახია რომ აი აიღება. არა და იყო იქ ეხლა ხორცი იყო, ხავიცი იყო. პური იყო, ყველი რაღაცებს ცხებოდა ეს გულიანი ქადები, რაღაცები. მაგრამ აი ჭამაზე იყვნენ ძალიან თავშეკავებულები, ძალიან თუ მასპინძელი არ დააძალებდა. აი ქარმიჯი რო იცოდნენ რაღაცა კიდევ. ქარმიჯი აი რა იყო ეს ჭამის მერე სტუმარი რომ ტრაპეზს დაამთავრებდა რა. მასპინძელმა იცოდა რა ის ბოლომდე არ იყო დანაყრებული. ხო და თავის ხელით გადაუღებდა კიდევ აუცილებლად შესთავაზებდა. ხო ეგ მე მგონი ეგ ჩვენი მარტო ჩვენი არ იყო იცი ამ საერთოდ კავკასიელებში მე მგონი ქისტებშიც ეგრე იყო ოსებში გამიგია იქ რაღაცა ოსურ ნართებში სადღაცა მაქა მოკითხული ქერდიხ ერქვა ამას ეგრე იყო განმარტებული ხლა სწორედ ამ ქერდიხი აი ხორცს იმაშრებოდნენ ხო იქ ანაწილებდნენ ხო ყველას თავთავისი ის და ეს მასპინძელი თავის ნაჭერს ამისთვის განკუთვნილს საპატიო სტუმარს გადაწოდებდა. ო აი ეტყობა მაგის ის არის რაღაც ინტერპრეტაციული ეს სახესხვაობა სიტყვისა რაღაცა და ისე. აი ეგ იყო სხვა რა ეხლა რა. წესები იყო კიდე. რა წესები იყო კიდე ქცევის ამ ტაბლაზე. ტაბლაზე რა წესები იყო ეხლა თამადის ინსტიტუტი ხევსურეთში არ იყო. აი როგორ ხდებოდა იცი თქვათ არის ჭირის სუფრა ან ლხინის სუფრა რაღაცა ხალხი დასხდა იქა უფროსები ხდებიან სათავეში თუ ოჯახის უფროსი ყველაზე უხუცესია იჯდება სათავეში სკამზე ამ სკამს ქვია ცალკე ინდივიდუალური სკამი კი არ არის გრძელი ტახტი მთელ კედლის პირზე რა ფაქტიურად ხევსურულ სახლში ეგ იყო ერთი ტახტი შეიძლება აქეთ მეორე ტახტი ერთ სამამაცოს ეძახდნენ სხვაგან ქალმა ისინი ხდებოდნენ ზოგიერთი მაშინ აქ კერია იყო და ეს სადაც ეს უფროსი ჯდებოდა ოჯახის უფროსი ის მიიჩნეოდა საერთოდ ცოტა წმინდა ადგილადაც მიიჩნეოდა ოჯახში რაღაცა საღვთო რიტუალი ან უბრალოდ სანთლის ანთება ან რაღაცა ქადის ის რაღაცა აი აქ ხდებოდა აი ამ კუთხეში და ძირითადად ის იყო ცოტა წმინდა ადგილადაც ეს იყო მიჩნეული და ეს ჯდებოდა მაგრამ თუ მოპატიჟებული სტუმართაგან ოჯახის უფროსზე კიდევ უხუცესი იყო ის და ამავე დროს საპატიო კაცი ოჯახის უფროსი თვითონ ამას დასვამდა სათავეში ჯერ ამას დაისვამდა და მე თვითონ დაждდებოდა და მე უფროს უმცროსობის მიხედვით ჩამოლაგდებოდნენ ესენი შეთავაზებაც ამის მიხედვით ხდებოდა თამადა არ იყო ეხლა იქ იყვნენ ზედამდეგებს ეძახოდნენ ან მერიქიფებს რო ეძახიან რა თქვა ლუდია იქ ან არაყი ეს ახალგაზრდა ბიჭები
ტრიალებენ იქა ხელადები რაღაცა და მოხუცებს იმას ვამენ, უსებენ, სთავაზობენ, თქვათ იქ ცარიელის არის თასი, ავსებენ ლუდით. შეიძლება რომ იქ აგე ცარიელი ყანწია შეუსებს რომელიმე უფროს მიაწვდის მე ეს მესამე საერთენი. ჩამოტარებასავით იყო იქა. ინდივიდუალურ სუპერს თავისი ყანწი ან რამე ჩიქებს არ დაერქვა. ჭიქა არ იყო არა, ჭიქა ფაქტია. და ისე რაც უნდა იმას იტყვა. და ყანწი კიდე ახლა ის არ უნდა გავიგოთ ეს ჯიხვის თქები და რაღაცები ეს მე ამით მაიქ არ მახსოვს. არა ხარისხის იყო აი 150 გრამი და სვამდნენ ძალიან დაბალ გრადუსიან იმას. არა ხა თითქმის ვენის გრადუსით მეტი არ იქნებოდა და იმასაც ძალიან თავშეკავებულად. აი იმას თავაზობდნენ. და სადღეგრძელო მოხონდა თვითონ თემა საუბრის. ესენი ისხდნენ, საუბრობდნენ იქ სახელზე, სირწყვილზე, გვდარზე, ცოცხალზე, წარსულზე. აი რაც კი რამე თემა, ეხლა ცხადე პოლიტიკაზე არ საუბრობდნენ იქ. არც იცოდნენ პოლიტიკა რა იყო და ძალიან ბედნიერი ხალხი იყო. ხო. აი ესეთი რაღაცები ძველ ამბებს იგონებდნენ და თავისთავად ამ თემიდან ამოტივტივდებოდა ან შესანდობარი, ან სადღეგრძელო. ამას იტყოდნენ. სხვა ესე და გარდა მაგისა კიდევ ახლა როგორ ხდებოდა, იცი? ჭილხინზე მიდიოდა ხალხი საახლობლო სანათესაო მოსაკითხით და ყველას მიქონდა არაყს მაინც მიიტანდნენ და ძალიან ახლობელ შეიძლება რაღაც ქადა და ეს რამეც მიეტანა. აი თქვათ მიცვალებულის ხარჯი იყო რა. ეს საახლობლო მოვიდოდნენ, შეიკრიბებოდნენ ეს რაც მოიტანეს, მოიყოლეს იმათმათან, შექონდა ცალკე განყოფილება შემას ერქვა საკოდე. ანუ სადაც ეს ლუდიანი კასრები იდგა, ამას მიუტანდნენ იქა, იქ იყო ვინც ამას უფროსი მეკოდე იყო, რომელიც ამას განკარგავდა ამის ლუდ არახის ხარჯვას და მოტანილი ამ სასმლის გაცემას და ამის ორგანიზებას აკეთებდა. მე აქ მოიწევდნენ ერთ-ერთ ხუცეს, ანუ რომელიც შენდობას ეუბნებოდა ამ ყველაფერს, ამათ მოტანილსაც, ოჯახისასაც და მე აქედან ხდებოდა მისი გახარჯვა. ხო, მე ვინცაც რა მიტანილი ქონდა ჭურჭლით, ხო, და ჩამოატარებდა ის. რო ერთდროულად რო გენახა იმ სუფრას 3-4 იყო კიდევ რო ყველა ცდილობდა რომ თავისი სასმელი დაეხარჯა. დახარჯვა ერქვა ამას, ცარიელს არ წაიღებდა. ცარიელს არ წატანდნენ მე აუცილებლად ლუდს გაატანდნენ. ხო, აი რისა? აუ მაგისები იმდენი ისენია დევსინებში პაატა რომ ძალიან ისენი რა. ლომატა ძალიან კარგი ტექსტებია ძალიან. არის მე მომისმენია მაგის ისენი. ინტერნეტში და მე სოციალურ ქსელებში ძალიან ბევრია. მოგისმენია კიდე შენ ზამბაზი. მე ვერ ვიცი. სხვადასხვანაირად იწოდო. ხო. აი ეგ იყო ვის რასაც ყველა უსმენდა. აი როგორც ეხლა იქ თამადა როგორც წეგანი გითხარი, არისო აი აბა გაჩუმდით ეხლა, მე ეხლა ეს მინდა ვთქვა, მე ეხლა ის მინდა ვთქვა, აბა მომისმინეთ. აი ესე, ნუ კაი ეს გასაგებია იქ. კი გინდა თქვა, მაგრამ შენ რო გინდა მე იქნება მე არ მინდა ის თქვა კაცო. ხო, ამ ხრივ არ იყო რაღაცა. ეგ გვიან შემოვიდა ის თამადობა რაღაცა და სხვათა შორის მიიღო ჩვენმა ხალხმა. აი უფროსებიც როგორ იმათ მოეკიდნენ მე ამას გაგებით უსმენდნენ. ახალგაზრდებიც რო ყოფილიყვნენ თამადიც როგორ უსმენდნენ. დიდი ყურადღება. მათი კულტურის ნაწილი იყო. ხო, არ ვიცი. არა, მან მოწონდათ აი თუ მithumetes თუ კარგი საუბარი იცოდი, კარგად აყალიბებდი ამ სათქმელს, აზრს. და თუ ეს ტრადიციასაც მორგებული იყო, ხო თავისთავად ცხადია და არაფერი იმას არ აპროტესტებდნენ ახლა ეს ძალიან იულად მიიღეს ეს თამადის თამადობა და ამის ეს წესი. აი სადღეგრძელოების ყველაზე ხშირად რა თემაზე იყო სადღეგრძელო. სადღეგრძელო? იცი ეს სადღეგრძელო, აი განზოგადებული არ იყო ეხლა თქვათ აი სამშობლო სადღეგრძელო, წინაპრების სადღეგრძელო, უფრო ინდივიდუალური იყო გესმით. ეხლა იქ ხევსურებს აი ჩვენს კუთხეს გაუმარჯოს, ჩვენს ტრადიციებს გაუმარჯოს.
ჩვენს მიწაწყალს გაუმარჯოს, წინაპართა საფლავებს გაუმარჯოს და ასე შემდეგ სიყვარულს გაუმარჯოს და ესეთი რაღაცები არ იყო იქ. პერსონალურად ადაგრძელებდნენ. მოეწონებოდა ახალგაზრდა კაცი იქნებოდა თუ ვინც იქნებოდა საქციელი, მისი რაღაცა დალოცავდა. აგერ მომიტანე შენ მეჭიქა რა? და არიგებ შენ მოტანილ არახს. მე უფროსი ვარ დაუშვათ მომიტანე. მიან შენ გადაღერძელებ. თუ მამა შენს ვიცნობდი, იმას ვადაღერძელებდი, მომწონდა თუ კაი კაცი იყო, პაპას. აი ეგეთი იმების, აი წინაპრებს, მშობლებს უდაღერძელებ და კაი ის ჯერ აუცილებლად გეტყობდე, ვისი ხარ, გვარსა და სახელს კი არ გეკითხებოდნენ. ეს არაფერს არ ნიშნავდა. ხო, ვისი ხარ? გაგონილი იქნებოდა. თუ ეტყვი ბაბოშვილიშვილი ვარ, ბაბოთი დუკასი ვარ, მან უკვე იცოდა ვინ იყავი. არც გვარს უნდა და ეგ დასახელება, არც მამის სახელს უნდა და არც სოფელს არაფერი. იცოდნენ ვინ იყავი და უფრო ესეთი სადღეგრძელოები იყო პერსონალური ქალებს, ქალური საქციელისთვის, მოხუცებს, ახალგაზრდებს არ ქონდა იმას მნიშვნელობა გამორჩეულა პრივილეგირებული არავინ არ იყო. კარგი, ყველანაირად კარგი იყო, ყველასთვის კარგი იყო. მიუღებელს ახლა მართალი არ გალანძღავდნენ იმან, მაგრამ ახლა მაინც და მაინც არც დიდქება დიდებებას შეასხავდნენ. უფრო პერსონალური იყო ეს სადღეგრძელოები, პერსონალური იყო ეს შესანდობრებიც. აი უფრო კაი ხმები, იყო ერთი ძალიან ტრადიციული შესანდობარი სოფლის არ გატეხისა და ქალზრდის არ შერცხვენის გულისთვის ვინც დახარჯულანო იმათი ხსოვნა იყო. ეს შესანდობარი შესანდობრად, მაგრამ ამისთვის სალოცავშიც, აი სოფელშიც როცა უკვე სტუმრიანობა მოთავდებოდა და სტუმარი უკვე გამოაცილებდნენ გაცილების დროს აუცილებლად გამოყვებოდა იქ ან ხელადით არახს თუ ლუდი და რაღაცა იყო, დიდი ლუდობა იყო, საწდეს ჩხუტს რაღაცას გამოაყოლებდნენ და ყველა სოფელს ჰქონდა რაღაც მიჯნა სტუმრის გასაცილებელი. შენ ეზოდან არავინ არ გაგაცილებდა, ეს სირცხვილი იყო. სტუმარი საპატიო მანძილზე უნდა გაგეცილებინა. ყველა სოფელში იყო ეს სტუმრის გასაცილებელი. და აი აქ ითქმოდა ხოლმე ეს აუცილებლად ამის გარეშე არ შეიძლებოდა ეს. ხო, არ დამთავრდებოდა. თორე ეგ საკართანო რა იყო და აი თქვათ ოჯახში მომთავრდა ეს. სტუმარი უნდა გავიდეს, ბოლოი სასმისები შეისვა, მასპინძელი დგება კიდევ კართან. უჭირავს ხელა და სასმისი. და კარებთან ხვდება კიდევ. კარტა ესე გასულისა. და უმეტესად აი ქარის, ჭერის, იმის ანგელოს დაილოცავდნენ და მერე გადიოდნენ. და აქედან ხდებოდა მერე გაცილება და აი გაცილებასაც ცირა არის თავისი ქონდა აი ძალიან მომწონს მე ერთი რამე კიდევ. მე ერთხელ ძალიან პატარა ვიყავი და როგორ აი მეხსიერება რომ იწება რა კარგად. მაგრამ სურათებს უფრო მეტ იმას აქცევ ყურავ აღიქვამ ვიდრე თქვა ნათქვამ შინარს, ნათქვამს და მის ანალიზს. ხო და ჩვენთან იყო მოსული არდოტიდან იყო მგონი ზურის პაპა იყო ეს ბაბოჯოყოლა იყო. მე ესე მახსოვს რა. და პაპასთან იყო რაღაც საქმეზე იყო მოსული და რა პაპას ძალიან უყვარდა გულისტუმარი კაცი. აი ყველა საქმეს გადადებდა და საუბარიც და რამე და კარგად შეყვნენ ისინი იქ. ხო და საღამოთ მე მეორე დღეს რომ გამოაცილეს ის მე ვიყავი პაპა იყო და მიხაბიცა ძმისწული პაპა ჩემისა. ხო და იქ საპატიო იმამდე გავაცილეთ მე წილად მხდა პატივი რო ის ცხენი მეტარებინა იმისი პაპა ჩემი და ჯოყოლა ცოტა წინ მიდიან საუბრობენ
მიხაბიძაც ეგრე გვერდით მოყვება ხელადა და პატარა ტაბლა იქ ხმიადი ყველი რაღაცები რომ რაც იყო ხოლმე რა ეგეთი და კლდე ერქვა იმას დიდი ისა კლდე იყო ერთი ამ რიყეში ეს იყო მიჯნა საიდანაც თუმარს ვაცილებდი და იქ დადგა ესენი მივიდა მიხაბიძა დადგა ეს ხელადა ეს და დაელოდა მივიდნენ ეს მოხუცები მივედი მეც იქ ახლა დაილოცეს კიდევ რაღაცა ილაპარაკეს იმათ და გამოემშვიდობა ეს კაცი და ცხენზე შესვეს ძალიან უარობდა ეს საერთოდ მიებული იყო რომ სანამ სოფლის გასაფარში არ გახვიდოდი სოფლიდან ცხენზე არ უნდა შემჯდარიყავი და ის რომ შეჯდა ცხენზე და უკვე სანამ თი რაღაც ერთი 50-60 მეტრით გაცდა დაახლოებით ამ ბიძაჩემა წამოკრიფა ეს ისინი ხელა დაიღო და ისო ბიძა უთხრა პაპა ჩემსა წავიდეთ თუ შევიდეთ წავიდეთ რა მე სახში შევიდეთ რა პაპა ჩემ არაფერი არ უთხრა და დგას და იმას უყურებს და ის თუთუნიანი ის ამოიღო სათამბაქო ექისა ესა ბურბუშელა ნაფოტი ცაცხვის ის მაშინ მე მოვესწარი მაგას კიდე იმას როთლიდან ქაღალდი არ იყო ახლა ხო და ეს ეხა გუჯინებს ეძახოდით ესე გუჯარი თუ გუჯარი რქვა ხო გუჯირებ ხო და ეს დაასვლა განერწყვა კარგად ჩაყარეს და თან უყურებს და მეორეჯერ უთხრა დაიწყვა მას შეახვეში და წავიდე თუ მიხაბიძამ რა წავიდა კაცი გააცილეს სტუმარი გააცილეს რაღაცა და აუკიდა ეს მოწია და უშვერდი კარი გემრიელი ეს წეკოს ნაფაზი მე ეუბნება ამას მიხაბიძას ბიძაჩემს მიხა უთხრა სანამ სტუმარიო გასაფარში არ გაეფარებაო ზურგ არ უნდა ნახვიაო ხოხტები რა ეხლა მე მაშინ ვერ გავიგე ეს პატარა აიო ხო ზურგი არ უნდა ესე იგი აი რას ნიშნავს ეს არა გააცილე და მოტრიალდა უკვე ხო იცი რა ის არა წავიდა რა როგორც იყო წავიდა აი ეხლა დღეს ჩვეულებრივი ამბავი არაფერი ამაში არ არის მაგრამ ეხლა ამათ ესე ესმოდათ რომ აი არ შეიძლება რა დღეს აგე კარებიდან გაგაცილებს შეიძლება ზღურს ფეხიც არ გადმოადგას აბა კარგად ხო ეგერი ჭხლაკანი სანამ ზურგს კარგად შეაქცევ ჩაკეტავ კარებს მაგრამ ის კაცი ის ჯოყოლა აი რომ გამაეფარა იმას კარგად მახსოვს ბავშვი ვიყავი და წამოიწია ხალხნიერი კაცი იყო ეს უზანგებზე წამოიწია ეს ქუდი მოიხადა და ცხენდა ესე შემოტრიალდა და აწია დამშვიდობების ნიშნად ხო და ეს მიხაბიძა ხო იცი როგორ ტიპია ახ მაგის ბატონის და რა ვირი ვარო თქვა თავისთვის ჩაილაპარაკა ხო ეს როგორ ვერ მივხვდი ახლა ის ხო ისეთი იუმორი ქონა ხოლმე მიხაბიძას აი რამხელა ის იყო ის მახსოვს ახლა აი ის ჩამრჩა მე მაშინ ის ნათქვამი და მე ახლა სიღრმეს უკვე მე გვიან ჩაუკვირდი ამისას თუ რამხელა ის არის აი კულტურა და საიდან იყო ამ ხალხში ესეთი ისამ ჩამორჩენილი ამ შორს წასული იზოლაციაში მყოფი ხალხის გარემო სამგარდან მოწყვეტილ ხალხში ამისთან ხედვა და იქნებები არ ვიცი ძალიან მეკვესა